აბიკუბალი ბიჭი, რომელიც ყველაფერს ზომავს. ერთი შეხედვით უცნაურია, მაგრამ მის ტვინში სულ სხვა რაღაც ტრიალებს. ის ფიქრობს, რომ ყველაფერი ერთი ზომისაა. უბრალოდ ჩვენ ვხედავთ მათ სხვადასხვა პერსპექტივაში. არა. მაგალითისთვის, ჭიანჭველისთვის ღვინის ბოთლი იმდენად დიდია, რამდენადაც ჩვენთვის ცათამბჯენი. აბიკუბალი ფიქრობს, რომ შეუძლია მიაგნოს ფორმულას, რომლის მიხედვითაც დაამტკიცებს, რომ ყველაფერი ერთსა და იმავე ზომიდან მოდის და სამყაროში სხვადასხვა რიცხვებად იშლება. ყველაფერს აქვს ერთი საბაზისო ზომა და ეს საბაზისო ზომა არც მეტი და არც ნაკლებია საკუთარ თავზე ამ სხვადასხვა გარემოებაში. თითქოს ის ამ მიზნისთვის დაიბადა. ბედის წერამ მას გვარი მეტრიანი აჩუქა. მას აბიკუბალს არავინ ეძახის. თითქმის ყველა მეტრიანით მიმართავს. ყველა მიცის, რომ მის ყველაფერს ზომავს, თუმცა არ იციან რატომ. ოჯახის წევრები მას ამ საქმიანობაში ეხმარებიან, თუმცა მათთვის ეს უბრალო ახირებაა. აბიკუბალს კი სჭამს მეცნიერული აზრები. როგორ დაუმტკიცოს ხალხს ის, რაც მისთვის უკვე ასეთი ნათელია. გარე, ქალაქში ვიყავ. შენ აშვე. რამხელა მანძილი გამოვია რენეტა აქამდე? სახში ავდიო. შენ აშვე. ნეტა რამხელა აწვიმის წვეთები? კარგად ხარ შენ? თან ფიქრობს, ნეტა რა ზომისა ეს ბინა? შენ კარგად ხარ? უყურებს ბაბუს და ფიქრობს, ნეტა რა მანძილია ბაბუმ. ახლა მოსულია? ვერ მოითმინა. ორი და 40. მეიცა? შო. ეგი არის ახლა 3 მეტრი. 3 მეტრი არის ეგი. ეიგე 4 მეტრი არის აქედან აქამდე. 4 აქედან მესადაც გავა. კაი, გოუშვი. ვაუ, კვადრატი გაიჩნდა. 12 სანტიმეტრი, 12 სანტიმეტრი. რამდენი არის? 5. უკვე მიხვდებოდით, რომ მისთვის ყველაფრის ზომა მნიშვნელოვანია. ყველაფრის. ხანდახან სიგიჟის პიკამდეც კი მიდის, თავს ვეღარ აკონტროლებს და ამიტომ უწევს, რომ საკუთარ თავს ჩაუღრმავდეს. რამდენიმე წამით. საბოლოოდ, კითხვა პასუხგაუცემელი რჩება. არის რომ ყველაფერი ერთი ზომის? ანდაც
საერთოდ არსებობს თუ არა რაიმე ზომა? ვინ გადაწყვიტა რომ ნივთებს ზომა აქვს? ალბათ ამას ვერაზროს გავიგებთ აბი კუბალის გარეშე.